მოგესალმებით. დღეს გვაქვს მთავრობის ნომად ჩვენ გამოგვაქვს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის ანტიდისკრიმინაციული კანონი, მაგრამ მანამდე მე მსურს მოკლე კომენტარი გავაკეთო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით. როგორც ნახეთ, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თემოსოფლიო ნახა, რომ ეს ადამიანი კვლავაც უარს ამბობს პროკურატურის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიული დაკითხვის წესზეც, მე გულისხმობ ვიდეო დაკითხვის ფორმას. მან კიდევ ერთხელ მოახდინა, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის ლუსტრირება. ის უბრალოდ გაურბის ამ ძიმე კითხვებს, საგამოძიებო ორგანოს მიერ დასმულ ძიმე კითხვებს, რითაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ეჭვებს. არა მხოლოდ ჩვენს, არამედ მთლიანად ჩვენი საზოგადოების და მსოფლიოს საზოგადოების ეჭვებს. მე მინდა რომ კიდევ ერთი განმარტება გავაკეთო. თქვენ ალბათ ნახეთ, რომ როგორი კორექტული იყო საქართველოს პროკურატურა, მათ აბსოლუტურად კანონის ფარგლებში იმოქმედეს და როცა გამოძიება მივიდა იმ კონდიციამდე, როცა გახდა საჭირო ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა, მათ კანონის ფარგლებში მოიწვიეს იგი, თუმცა მან თავიდანვე იგნორი გაუკეთა და შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტს, სახელმწიფო ინსტიტუტს. ამის შემდეგ პროკურატურამ ალტერნატიული დაკითხვის ფორმა შესთავაზა მას და მან კიდევ ერთხელ იგნორი გაუკეთა პროკურატურის შეთავაზებას. მე მინდა დავამშვიდო შეშინებული ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილი, ჩვენ გვესმით ძალიან კარგად, რომ მას ძალიან ეშინია და ის გაურბის ამ ძიმე კითხვებს, მაგრამ მე მინდა დავარწმუნო იგი და მთლიანი საზოგადოება, რომ მას მოუწევს დღეს თუ ხვალ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. და არა მხოლოდ ამ კითხვებზე, არამედ მას მოუწევს პასუხის გაცემა სხვა კითხვებზეც. ვინაიდან ის რაც ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, სწორედ პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა. სხვა თუ არაფერი, მოხდა 300-ი ადამიანის გასამართლება, ათასობით ადამიანს წაერთო ბიზნესი, სახლები, უამრავი ადამიანები გახდნენ წამების მსხვერპლი. ჩვენ ეს კარგად ვიხილეთ ყველამ, ამას საუბარი იყო უბრალოდ, თუმცა ამის მტკიცებულები არ არსებობდა. და უამრავი გახმაურებელი მკვლელობები, რომელზეც გამოძიება საჭიროებს პასუხის მიღებას. ასე რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ ჩვენ ვართ თანმიმდევრული, იგივე თუნდაც ჟვანიას საქმის ირგვლივ უამრავი ასეთი ხმაური გამოიწვია და ჩემს გაუგებარია თუ საიდან მომდინარეობს ეს ისტერიკა, რომელიც ნაციონალებმა წამოიწყეს. ისინი უნდა იყვნენ პირველ რიგში დაინტერესებული, რომ გამოძიება წარიმართოს მშვიდ გარემოში და გამჭვირვალედ. და მე მაქვს ასე ვთქვათ სრული დასტური პროკურატურის მხრიდან, რომ ისინი გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ და ყველა კითხვას, ყველა საეჭვო კითხვას პასუხი გაეცემა. ეს რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის შიშით გამოწვეულ რეაქციებს.